და თავისუფლება არის პასუხისგებლობა. სხვა შორის, ამასთან მოვისმინე აი უბრალოდ კატასტროფული აზრი ერთ-ერთი მთავარი და მაღალჩინოსნისგან, ასეთი საოცრება თქვა. მე მგონა რომ არათუ საქართველოს ისტორიაში, კაცობრიობის ისტორიაში არც ერთ თანამდებობის ასეთი რამე არ უთქვას, რაც ჩემი ყურით მოვისმინე. სხვა შორის, მეთქი ალბათ მე მომეჩვენა ურევს ჩემი ტელევიზორი, იმიტომ თქვა რომ მე არაფერზე არ ვარ პასუხისგებელი და არავიზია ვარ პასუხისგებელი საკუთარი თავის გარდა. წარმოგიდგენ ესე იგი ადამიანები აღმოჩნდნენ ხელისუფლების ისეთები, კალაძეზე საუბრო. ვინც არ იცის რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი პასუხი. ანუ წარმოგიდგენია რომ მან არ იცის რომ ვისაც ეს სამწუხაროდ მარტო კალაძეს არ ეხება, ვისაც არ უნდა რომ კონდეს პასუხისგებლობა ვინმეზე და რამეზე, ის მაშინ საერთოდ არ უნდა იყოს ხელისუფლების სახში უნდა იყოს. პირიქით პასუხისგებლობა მთავარი რაც გვაკლია ამ ქვეყანას და ამ ადამიანებს პასუხისგებლობა მოაქვს თავისუფლება. განუყოფელია თავისუფლების პასუხისგებლობა. უშოთი რამე თქვა რომ გავოგდი მართლა არასოდეს არ მომისმენია. ალბათ კაცობრიობის ისტორიაში არავის არ წამოწდენი რომ რაც არ უნდა მოხდეს და ვინც არ უნდა მოიპაროს, ბავში მოკლას ისა და ასე შემდეგ დაიღუპოს და შეეწიროს. ჩემს უპასუხისმგებლობა მე მაინც არ ვარ პასუხისმგებელი. არა ადამიანი რომელიც ხელისუფლებაშია გონია რომ პასუხისმგებლობა არ უნდა ქონდეს. ეს დაუჯერებელი რამე. იმიტომ არის ამდენი პრობლემა რომ ადამიანებს არ უნდათ გაიგონ რა არის პასუხისმგებლობა. ეგრე იცის ალექსანდრე ყიფშიძე ყავდა ასეთი გენიალური, სხვა შორის იგივე მე მეორე ალექსანდრე ორბელიანმა რომ ისე მიეჩვიენო ქართველები მონობას, ესეთი ფრაზა წამოწდა სინანულით, რომ ერთ ბატონს რომ მეორითი შეუცვლიან თავისუფლება გონიათ და რო ეჩვევი მონობას არ გინდა პასუხისმგებლობა. ხვდები რომ საბჭოთა კავშირი რა იყო, ეხა გასაგებია, მე არასოდეს არ ვეკამათები ინგა უფროს თაობის ადამიანებს, ხო ვინც ნოსტალგია აქვს, ვიცი რატო აქვს ნოსტალგია. და მაგრამ იმასაც ხვდები რა საშინელი მინუსი ქონდა საბჭოთა კავშირის ჩვენთვის ყველასთვის. რა დაგვიტოვა მემკვიდრეობით, დაგვიტოვა უპასუხისმგებლობა, რომ შენ გეუნებოდნენ, რომ აი შენ ამდენ ხელფას მოგცემთ მინიმალური. არაფერზე არ ხარ შენ. არაფერზე არ ხარ პასუხო, შენს ნაცვლად სხვაგან იფიქრებენ, სხვაგან იაზროვნებენ. შენ უბრალოდ მომხმარებელი ხარ, შენ უბრალოდ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც არაფერი არ გევალება, არაფერზე არ ხარ პასუხო. ხალხი რა თავისუფალია და ხო, რა საკვირველია, გეთანხმები. ერთ კაცთან არის ყველა ანგარიშვალდებული. ამიტომაც გეუბნები. მე არ მიხსენებ. ინგა, მე გეთანხმები. აი სხვა შორის, ამაზეც მიფიქრე, ხა მე არ მინდოდა იქ კალაძის ისა რა ქვია, ხსენება. შენახსენებ, თორემ მასეთი მარტო კალაძე ხო არა, რომელიც შემოგვიბრუნდეს ინგა და რო გითხრას კალაძე რომ დიახ არ მაქვს პასუხისმგებლობა თქვენს მიმართ. ვერ შევეკამათებ, იმიტომ რომ მან ზუსტად იცის ვის მიმართ, ერთ-ერთი ადამიანი ვის მიმართ აქვს პასუხისმგებლობა. ჩვენს მიმართ არ აქვს პასუხისმგებლობა. ჩვენ ასე თulis ის რომ მან დანიშნა, მას ეკუთვნის პასუხი, ვინც ის დანიშნა. როგორც ხვები თვლიან. როგორც ხვები თვლიან, ანუ ჩვენთან რატო იქნებიან პასუხისმგებელი, ხა მე რა ხო გესმის რა